იყო და არა იყო რა. ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. იყო ერთი ცოლ-ქმარი. ქმარი ბაღში მუშაობდა ხოლმე, ხოლო ცოლი მას საჭმელს უმზადებდა და ბაღში მიჰქონდა ყოველდღე. ერთ დღეს ცოლმა სადილი გაამზადა. ხურჯინი გადაიკიდა მხარზე და ბაღის გზას გაუდგა. ცოლი ორსულად იყო. შუა გზაზე რომ მივიდა, ქვემოდან მოესმა პატარა ვაჟის ხმა. დედი, მომეცი, მიავიკიდებ ხურჯინსო. სადა ხარ შვილო, საიდან აღკიდო? უპასუხა გაკვირვებულმა დედამ. აი დედილო, აქავარო, მოესმა დედას დაბლიდან ხმა. დაიხედა და ცერის ტოლავაჟი დაინახა. ხელები გაეშვირა და იდგა. მომეცი დედი, მე წამოვიღებო. არ ეშვებოდა ცეროდენა დედას. ბოლოს ცეროდენამ გამოართვა ხურჯინი დედას. ხურჯინი იმხელა იყო, რომ ძლივს ერევლდა პატარა ცეროდენა. წავიდნენ დედა და შვილი მამასთან. კუთანი რომ დაინახა, ცეროდენამ დაუჟინა მამას. მამილო, შენ ჩამოდი, მე უნდა დავუჯდეო. შენ რა ხარ, შეპაწაწკინავ, უთხრა მამამ. შენ რა უღელზე დასაჯდომი ხარ, ხო ჩამოვარდი და გაგჭყლიტეს ხარებმაო. არა, უნდა დავუჯდეო, დაიჟინა ცეროდენამ. ჩამოვიდა მამა, ცეროდენა დაჯდა, მაგრამ გადმოვარდა და კამეჩის პატივში ჩავარდა. ეძება მამამ, მაგრამ ვერ იპოვა და ვერა. დაიკარგა ჩვენი ცეროდენა. დაღონდა დედაც და მამაც. ბედად ცა მოიღრუბლა, წარბი შეიკრა, შავი ღრუბლების ზეწარი გადაიბურა, დაიქუხა და კოკის პირულად დაუშვა წვიმა. წამოვიდა წყალი, კამეჩის პატივი გაშალა, გაფანტა და ჩვენი ცეროდენა უვნებლად ამოვიდა. გამოირეცხა პირი, ყურები და ისევ ის ბიჭი დადგა. ცოდათი შესწივდა. წამოვიდა და ვაზის ძირში ცეცხლი დაანთო. მიუჯდა გვერდზე და თბებოდა. ამ დროს მშიერი მგელი მოყუნძულდა. დაინახა ცეროდენა და ეს სიამოვნა. ერთი ლუკმა მაინც გამომივაო. მივიდა ცეროდენასთან და უთხრა, რომ შეგჭამო, რა სიზამო? ვერ შემჭამო, უპასუხა ცეროდენამ გულადად. წამოხტა და მგელს წვეტიანი ჯოხით შეუტია. მგელმა პირი დააღო და გადაყლაპა ჩვენი ცეროდენა თავის ჯოხიანად. მგელს ძვლების ხრაში ერთი კბილი ჰქონდა ახლად მოტეხილი და საშინლად სტკიოდა. ჩაჯდა იმ ნაყბილარში ცეროდენა და დაუწყო ჯოხით ჩხვლეტა. მგელს საშინლად ეტკინა და ღრიალი მორთო. გამოდიო, შეეხვეწა ცეროდენას მგელი. ვერ გამოვალ, შენ გინდა ყბილებში როგორმე მიგდო და შემჭამო, უპასუხა ცეროდენამ. მე აქაც კარგად თბილად ვარო. მგელს კბილი ძალიან ეწოდა, შეჰფიცა ცეროდენას. ოღონდ გამოდი მანდედან და პირიქით, ოქროს მატყლიან ერქემალსაც გაჩუქებო. გამოვიდა ცეროდენა კბილიდან, მგელსაც დაუამდა ტივილი. აჩუქრა ერთი ოქროს მატყლიანი ერქემალი ცეროდენას და თვითონ თავის გზაზე გასწია. ცეროდენა უდგას თავის ოქროს მატყლიან ერკემალს და აძოვებს. თან მღერის და უკრავს ჩალის ტვირსა. ამასობაში ყაჩაღებმა ჩამოიარეს. საყტრის გატეხა უნდოდათ. მაგრამ რადგან საყტრის კარები შიგნიდან იყო დაკეტილი, ვერაფერი მოეხერხებინათ. ცეროდენა რომ დაინახეს, ძალიან გაუხარდათ. წამოდი საყტრში გადაგსვავთ ფანჯრიდან. კარები გაგვიღედა, რასაც გამოვიტანთ, შენს გაგინაწილებთო. უთხრეს ცეროდენას. ჰარამცალია ჩემს ერკემალს რაღა უყო, მგელი შემიჭამს მარტო კარომ დავტოვო. უპასუხა ცეროდენამ. ყაჩაღებმა არ დაიშალეს და ნახევარს მოგცემთო უთხრეს და როგორც იყო დაიყოლიეს. წაიყვანეს და გადასვეს ფანჯრიდან. ცეროდენამ გაუღო კარები. როცა ყველაფერი გამოზიდეს, ცეროდენამ უთხრა ყაჩაღებს. მომეცით ჩემი ერკემალი და დაპირებული ნახევარიო. ყაჩაღებმა ნახევარზედაც უარი უთხრეს და ერკემალით წაართვეს. დარჩა ცარიელი ცეროდენამ. ცეროდენა მაშინვე სოფლისაკენ გაიქცა ყვირილით. მდევარი ჩქარა,
ყაჩაღებმა საყდარი გაძარცვესო. გამოეკიდა ხალხი ყაჩაღებს, დაიჭირეს, ის ოქროს ერკემალიც წაართვეს და ის ნაპარავინი მთებიც. ცეროდენა კი დაუბრუნდა თავის მშობლებს და ოქროსფერ ერკემალს მინდორში აძოვებდა ხოლმე. ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქა. გამოიწერეთ ზღაპარიყოს YouTube არხი.